ძალიან დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო. ულმესი მადლობა და ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. თავარი საქმელი არის ეს და ნება მომეცი თუ თავში ვეთქვა. დიახაც. არსად არ იგრძნობა სიყალბე ისე, რომელიც თელ ქვეყანაში თავს მოგვახვია ბიძინა ივანიშვილმა როგორც ზუგდიდში. დიახაც არსად არ იგრძნობა სიყალბე ისე, როგორც ზუგდიდში. დღეს აქ ზუგდიდელებს ყავს თვით გამოცხადებული მერი ნახვაწა. ქართული ოცნების თვით გამოცხადებული მერი ნახვაწა. მე ძალიან განსხვავებული და ემოციური კავშირი მაქვს ზუგდიდთან და ზუგდიდელებთან. ოჯახიდან გამომდინარე პირველ რიგში იმ ფესვებიდან გამომდინარე რომელიც აქ მაქვს და მეგობრებიდან გამომდინარე, მაგრამ არასოდეს ერთხელაც მიაქცევდა თავად ნახვაწაც მიაქცევდა ყურადღებას, რომ ერთხელაც არ მიხსენებია მისი კოდური სიტყვა თუ მეტსახელი. არა, თავს ვიკავებდი მაინც. სანამ არ დამწმუნდი რა იკადრა ხახნო. რა იკადრა ადამიანმა, რომელსაც არავინ რეალურად არაფერს არ ეკითხება და არის ერთი რიგითი პრორუსული რეჟიმის სტავლენიკი, მორჩა გათავდა. ეს არის მისვენ ეხაშე დაწუნებული ვარ. შენი მეცადინეობით ნახვაწა, ჩვენი მეგობრები დღეს არიან ციხეში. შენი მეცადინეობით და ზამომრეობით იარაღები და ხელყუმბარები ჩაუდეთ ადამიანებს და ამ ყველაფერს გინდა ბუქარად ჩათვალე, გინდა დაპირებად ჩათვალე, არ შეგარჩეთ და თავს არ დავხრით და თუ გაქვთ ვინმეს იმედი აქ ქართული ოცნების ადგილობრივ ლიდერებს და ცენტრალურ დონეზე ბიძინა ივანიშვილს მიმართავ, რომ ჩვენ თავდახრილ მოქალაქეებად, უღირს მოქალაქეებად ვიქცევით, ეს არის გამორიცხული, როდესაც ხელისუფლებამ ჩვენ გვითხარით, რომ გავაუქმეო არჩევითი და წარმომადგენლობითი დემოკრატიაო, დიახაც მაშინ იწყება მოედნების დემოკრატია ყველა ქალაქში. მოედნებზე, ყველა ქალაქის მოედნებზე გამოვათ მტკიცე და მართალი ადამიანები. მანამ სანამ გამარჯვებას ამ ქვეყნის საკითხით დღეოდ არ მოვიპოვებთ და ჩვენ კუთვნილ ხმებს არ დავიბრუნებთ. ბრძოლა კი არ დასრულებულა, გრძელდება გამარჯვებამდე ეს თქვი, მაგრამ როგორ გრძელდება, იცით? დღეს გამოვიდნენ იქ და რაღაცა განცხადება გააკეთეს, გაავრცელეს. სუსმა, რომ სიტყვა რევოლუცია საშიში სიტყვაა და დასჯადიაო და ასე შემდეგ. რაც თავისთავად მეტყველეს რამდენად დამბრთყალია ხელისუფლება, იმიტომ რომ მან ხო ჩვენზე კარგად იცის რა იკადრა 30 ოქტომბერს პირადად უშუალოდ და არა მხოლოდ 30-ში მანამდე. და არ გაგიკვირდეთ თუ არიან შეშინებულები, მაგრამ ქართულ ოცნებად ვეტყოდი, სიტყვებს კი ნუ დაასდებთ. საკუთარ სიმდაბლეს მიაქციეთ ყურადღება, საკუთარ ქმედებებს მიაქციეთ ყურადღება. შემთხვევით ხო არ გიძალადიათ ხალხზე, შემთხვევით პასპორტები ხო არ ჩამოგიწევიათ ძალმომრეობით, შემთხვევით ადამიანები ხომ არ დაგიჭერიათ, შემთხვევით ცემატყება ხო არ გამართეთ, ვითომ კრიმინალების მეშვეობით, პოლიციელების მიერ ზურგამაგრებული ვითომ კრიმინალების მეშვეობით, შემთხვევით კარუსელები ხომ არ გიტრიალებიათ, ამიტომ ხალხის რისხვას და პროტესტს და ამ პასუხისგებლობას, რომელიც ჩვენ გვაქვს, რასახელი დაერქმევა, ამას ჩვენ თვითონ გადავწყვეტ და სიტყვებს ნუ ჩაურმავდებით მაინდამაინც. ჩვენ გუში ვიყავით ბათუმში, დღეს ვართ ზუგდიდში, ხვალ მივდივართ ქუთაისში და ძალიან მალე ყველანი ერთად, ძალიან მალე შევიგრიბებით თბილისში იმ გამზირზე და იმ მოედანზე, სადაც მithქვას და ვგიტყვი სიამაყით. ჩვენ აუცილებლად უნდა გადავწყვიტოთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება ჩვენ შვილებს, აი პატარა ბავშვებს, რომლებიც მრავლად არიან ჩვენს გარშემო. არ შეიძლება ხახნო დავფიქრდეთ, ეს არ არის მხოლოდ ემოციური სიტყვები. დიახაც გააზრებულად ვსაუბრობ და ვცდილობ ცივი გონებით ვისაუბრო. მაგრამ რა განსხვავებაა რუსეთისგან
რა განსხვავებაა დღეს საქართველოში რუსეთისგან თუ კი შენ ყავს პოლიტპატიმრები და არ გაქვს არჩევნები რა განსხვავება ეს ხდება რუსეთში მეტი არაფერი და უნდა შეაგუოს ბიძინა ივანიშვილი ისევე როგორც პუტინმა შეაგუა დიდწილად რუსეთი ამ მოცემულობას არა რა თქმა უნდა არა და არ შევეგუებით და ეს არა ყოველთვის ისმოდა ძალიან ხმამაღალ ზუგდიდში და ყველაზე ხმამაღალ გაისმის ყოველთვის ზუგდიდში და თელ სამეგრელოში ჩვენი ვალდებულება არის მოქალაქეობრივიც ადამიანურიც მეგობრულიც არ ვიცი პარტიულიც თუ გნებავთ რომ არ გავხდეთ თანამონაწილეები ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობის ჩვენ ამ წუთას ბიძინა ივანიშვილი თითოეულ ჩვენგანს დაგცინის უფრო დიდ სისასტიკეს იჩენს ჩვენს მიმართ ვიდრე გონია და რა არის ეს უფრო დიდი დამცინავი სისასტიკე თითოეულ ჩვენგანს მათ შორის მეც თქვენს ხვდის თანამონაწილეს პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობის ეს ასე არის ის კი არ კლავს ჩვენი ხელით კლავს ასევე მიხეილ სააკაშვილს რისი უფლებაც არ უნდა მივცეთ და დრო გვაქვს ძალიან ცოტა დრო გვაქვს ძალიან ცოტა იმისათვის რომ ამ ხელისუფლებას მოთხოვოთ და ვაიძულოთ ეს რეჟიმი სასწრაფოდ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო სამოქალაქო საავადმყოფოში და დაწესებულებაში რომ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი ამის შემდეგ რა თქმა უნდა ბრძოლა გაგრძელდება მოპარული არჩევნების უკან დაბრუნებისთვის და მე პირობას გაძლევთ ხახნო არა იმიტომ რომ იცით იმასაც არ დაგიმალავთ მინდა გარდა საუბრისა კონკრეტული მშვიდობიანი არაძალადობრივი რა თქმა უნდა ყველა დასაშვები გზები და მეთოდები რაც კი არსებობს დაუწერელი წესები საპროტესტო აქციებს რაც აქვს აი ესეთი ნაბიჯები გადავდგა და მოქმედებაში დავინახო ჩემ თავ ვიყო პირველ რიგში მართალი ჩემ თავს მინდა პირველ რიგში დაუმტკიცო რომ დიახაც ამ ქვეყანაში თქვათ არ დავიბადე და მინდა რომ თავისუფლება დასადგურებული იყოს და არა ვიღაცას უნდა მოუჭერს ჭანჭიკებს და უნდა მოუშვებს უნდა იფრიალებს თავისუფალ ქართული დროშა და უნდა ჩამოგვაწევიებს ამ ქართულ დროშას ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ ძალიან მტკიცე და ხანგრძლივი პროტესტისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამ ყველაფრისთვის ერთ კონკრეტულ დღეს მე მეგობრებთან ერთად ჩვენ კოლეგებთან ერთად გაგაცნობთ ძალიან კონკრეტულ გეგმას განგებ არ ვაცნობთ საჯაროდ ჩვენ ბევრ ადამიანს ამ გეგმას იმიტომ ცხოვრება არ მინდა გავუვადვილოთ ბიძინა ივანიშვილს მაგრამ ერთ რამეს პირდებით სახლებში ჩვენ არ შევალთ სანამ მოპარულ არჩევნებს არ დააბრუნებს ერთი არ დაინიშნება დიახაც თავისუფალი არჩევნები ამ ქვეყანაში და ძალიან მნიშვნელოვანია და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ იქნება უზრუნველყოფილი და არ იქნება თავისუფალი ხახო გვაქვს ეს პატივი რომ საკითხი რომელზეც მე ხა ვისაუბრე გადავწყვიტოთ ახლა რამდენად გადავწყვეტთ თუ არ გადავწყვეტ ეს მხოლოდ არის ჩვენზე და მე არავისზე დამოკიდებული ეს იცოდეთ ძალიან მტკიცედ მე პირადად აგერ არის მე აქ მხოლოდ ჩემი მამის ხარდასაჭერად არა ვარ რა თქმა უნდა აქ არც მხოლოდ ერთმანეთის გასაქმებო და ხარდასაჭერად არა ვარ აქ და არ ვარ ხო მე პირადად მართლაც აქ ვარ იდეის გამო იმ იდეის გამო რომელიც სიკეთეს და სიყვარულს გულისხმობს ზუგდიდის გაერთიანებას გულისხმობს მაგრამ ხედავთ რომ ხელისუფლება დაპირისპირების მორევში გვაგდებს ჩვენ არ ავყევით ამ დაპირისპირებაში მათ მაგრამ ვაპირებთ დიახაც მათ დამარცხებას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მეშვეობით ქალაქის ყველა მოედანზე გამოსვლით ხახო არ მერიდება ამ სიტყვით არ მერიდება ამ ყველაფრის წინასწარ თუნდაც დაანოსების იმიტომ რომ როდესაც შენ გეუბნებიან რომ
ინსტიტუტებს აზრი არ აქვს. როდესაც გეუბნებიან რომ პოლიციელი და ვითომ კანონიერი ქურდი ერთი და იგივეა. როდესაც ასობით $1000 ხარჯავენ მხოლოდ ზუგდიდში ერთ არჩევნების დღეს, რიგით კალენდარულ დღეს და გეუბნებიან რომ მიიგე ეს უსამართლობა წინააღმდეგ შეფევაში ფიზიკურად მე შეგაგისტორდები, ხო? ჩვენ უფლება არ გვაქვს იმ ადამიანებს არ გამოვესარჩლოთ, ვისაც პირდაპირ გეუბნებით. უსამართლოდ ფიზიკურად გაუსწორდეთ ხალხო ზუგდიდის სხვადასხვა რაიონის სოფლებში ქალბატონებს უსწორდებოდნენ ფიზიკურად. იყო ეს ასე თუ არ იყო? არ განარჩევდნენ უფროსა და უნცროს, არც დედასა და მამას. ამიტომ ბრძოლა გამარჯვებამდე და როგორც გუში დავდე ფიცი. თქვენს წინაშე ზუგდიდში ჩემთვის ეს კიდევ უფრო ემოციურია და მინდა თქვენს წინაშეც დავდო ფიცი. ვიბრძოლებ მეგობრებთან ერთად. მე პირადად რახალმევდებ სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და წუთამდე. სანამ ბიზინა ივანიშვილი არის მართვის სადავეებთან მიტაცებული სახელმწიფოდ ტკბობაში, სიცოცხლე ასეთ პირობებში და ცხოვრება ასეთ პირობებში არის დამცირება და არის შეურაცხყოფა. მით უმეტეს როდესაც ხედავ რომ აბუჩად იგდებენ დაცინიან დატყუებულ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. ამაზე დიდი გამოწვევამ მე პირადად ჯერჯერობით ამ ცხოვრებაში არ მქონია და დაწუნებული ვარ თქვენთან ერთად და კიდევ ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად გავიმარჯვებ და ჩვენი შვილები და შვილიშვილები იამაყებენ და სწორად გეშინია ბიძინა ივანიშვილო, მაგრად გეშინია. ზუსტად იცი რომ ყველა დიდი ქალაქი იქნება მოცული საპროტესტო აქციებით მშვიდობიანი და როდესაც ჩვენ თბილისში დავიძვრებით, აი თბილისში ნახავ შენ რა არის მართლა დემოკრატია. თბილისში განახეთ რა არის ხალხის ნება და თბილისში განახეთ რა არის სიმართლე. დიდი მადლობა და მაგრად იყავით ხალხო.